პოლიტიკოსების და მთავრობების საქმე არ არის მრეწველობის განვითარება. ერთ-ერთი რაც შეიძლება იყოს პოლიტიკოსის საქმე მრეწველობის განვითარების ნაწილში, რომ მთავრობა არ ერეოდეს მრეწველობის განვითარების საკითხში. რა არის მრეწველობა? რაღაც ქარხანა დგას სადღაც რა და რაღაც ბიზნესმენი იყიდის რაღაც ნედლეულს, დაიქირავებს მუშებს, ქარხანას. რისთვის არსებობს ეს ქარხანა ზოგადად? იმისთვის რომ რომელიღაც მომხმარებლის სურვილები დააკმაყოფილოს. თუ კარგად დააკმაყოფილებს, მეტ ფულს აიღებს, ცუდად ნაკლებს ან გაკოტრდება კიდეც. მთელი იდეა ეს არის. და მარტივი ამბავი. რადგან მომხმარებელია საბოლოო შეფასებელი. ესე იგი, მთელი ეს მრეწველობა უნდა იყოს მორგებული იმაზე, რა უნდა მომხმარებელს. შენი ამოცანა რა არის? აი თქვა პოლიტიკოსი და გინდა მრეწველობაზე იზრუნო. შენ ხო სანდრეში უნდა შეითვისო ბიზნესმენის ფუნქცია. გამოიცნო მომხმარებლის სურვილები. ოღონდ ბიზნესმენი როცა ამ საქმით არის დაკავებული, ძალიან სარისკოა. სტატისტიკაც არსებობს, რომ ამერიკაში საშუალოდ შემოდის ახალი პროდუქტი 100-დან 80 უსად ხრება, ანუ შეცდომას უშვებენ 80 შემთხვევაში. და 20-დან მხოლოდ 10%, ანუ ჯამის 2%. საბოლოოდ ხდება მომგებიანი. ანუ ხდები, რომ საშუალო სტატისტიკური ბიზნესმენი 100-დან 98 შემთხვევაში შეცდომას უშვებს. მაგრამ ის 2%, იმდენად 2% ორი შეიძლება iPhone-ი გაჩნდეს, რაღაც გაჩნდეს, ანუ ეს რასაც ჩვენ ვხედავთ, ის არის 2% მიღებული გაზრდილებების. ოღონდ ბიზნესმენი რო შეცდომას უშვებს, ის თავის ფულს კარგავს. პასუხს აგებს. კი ბატონო, ამიტომ რო იცის რომ თავის ფულს დაკარგავს, ის ნერვიულობს, ფიქრობს და რაღაც. და ბიუროკრატი რო შეცდომას უშვებს რაღაცაზე, თავის ფულს არ კარგავს. და რას თავარია, მთელი ქვეყანა იხდის ამ საფასურს. ბიუროკრატი ან პოლიტიკოსი არ არის ბიზნესმენი. ჩვენ არ ვირჩევთ კიდეს. აი, ხო არავინ არ ამბობს რომ მე ბიზნესმენები. ამირჩიეთ პრემიერ-მინისტრად მე ახალ ქარხანას ავიშენებ. ხო არ ამბობს ასე. ავაშენებო კი ამბობს. ავაშენებ კი არა, ავიშენებ არ ამბობს. ანუ ბიზნესმენობა არ ვირჩევ. რაღაც სხვა რაღაცა თავდაცვაო, იქ რაღაც სოციალური რაღაც ფუნქციები, რაღაც სხვა რაღაცებისთვის ვირჩევ. პოლიტიკოსის თავრობის საქმე არის ბიზნესმენობა. და თუ პოლიტიკოსის საქმე არის ბიზნესმენობა, ანუ ამან შეუძლია გამოიცნოს მომხმარებლის სურვილები, გარისკოს ამათ დასაკმაყოფილებლად და დაისაჯოს თუ შეცდება, მაშინ არაფერში არის ამდე ეს ბიზნესი. რადგან ბიზნესმენს თუ ასეთი ბარიერები შეუქმნის, ისეთი სასამართლო არ გაქვს, საკუთრება არ გაქვს დაცული, გადასახადები, რეგულაციები, რაღაცა არ აშენდა რა ის ქარხანა. ხო და სამდრეში ყველაფერი ეს არის ამ მრეწველობაში თუ ზოგადად ბიზნესში ჩარევის სხვადასხვა ინსტრუმენტი. გადასახადების ჩარევა, რეგულაციების ჩარევა, სასამართლო ჩარევა, საბოლოო ჯამში რაღაც კონტროლის მექანიზმი ამ ყველაფრის და რავი, რა უნდა გააკეთო? არ უნდა ერეოდეს. ისე კი შედების დაგვაოთ, არ დაბეგრო, რამდენად შეგიძლია რეგულაციები გააუქმო, ვიცი, სასამართლო ნორმალური კონდეს რომ აღეშინოდეს. საკუთრება დაიცავი, იდეაში მთავრობის ერთ-ერთი საქმეა არ ერეოდეს მრეწველობაში და თუ შემთხვევით წინა მთავრობის წყალობით რაღაცა ერეოდა, ისიც უნდა შეწყვეტოს. ეს იქნება ერთ-ერთი სწორი გამოსავალი.